არსებობს თარიღები, რომლებიც არა მხოლოდ ისტორიაში, არამედ თითოეული ჩვენგანის გულებში იწერება. 9 აპრილი სწორედ ასეთი დღეა. თარიღი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ამავე დროს გარდამტეხი აღმოჩნდა. მაშასზე ჩვენ გიყვებით ისტორიას. 1989 წლის 4 აპრილს დედაქალაქში მღელვარე მანიფესტაცია დაიწყო. მისი თავოსანი ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო. მთავრობის სახლთან გამართული მიტინგი, რომელმაც პერმანენტული ხასიათი მიიღო, თავდაპირველად აფხაზურ სეპარატიზმს დაუპირისპირდა. მაგრამ 6 აპრილიდან ძირითადი აქცენტი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე გადავიდა. რადიკალური მოთხოვნების მიუხედავად შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. მას დღითი დღე ემატებოდა ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან. სტუდენტ ახალგაზრდობის გარდა აქ მრავლად იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა წარმოებისა და დაწესებულებათა თანამშრომლები, ინტელიგენციის ათასობით წარმომადგენელი, ცნობილი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები და სხვა. მიტინგი 5 დღე-ღამე გაგრძელდა. ახალგაზრდობის დიდმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა. დაიწყო საგაფიცო მოძრაობა. 9 აპრილის ღამეს მთავრობის სახლის წინ უკვე 10,000-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. მიტინგი ტელევიზიის შენობასთანაც იმართებოდა. მანიფესტაციის დარბევის საფრთხე რეალური იყო, მაგრამ შიშს არავინ გრძნობდა. ტრაგედიამდე მცირე ხნით ადრე მთავრობის სახლთან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მივიდა. საშიშროების თავიდანასარიდებლად პატრიარქმა ურჩია შეკრებილთ გადაინაცვლებინათ პროსპექტის მეორე მხარეს მდგარ ქაშვეთის ეკლესიაში და იქ ელოცათ. მიტინგის ხელმძღვანელობამ ერის სულიერი მოძღვრის რჩევა არ შეისმინა. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უხავს. გამთენიისას თბილისში საგანგებოდ შემოყვანილმა სადესანტო შენაერთებმა ალყაში მოაქციეს მანიფესტანტები. მათ ოფიციალურად მიტინგის დაშლა და მთავრობის სახლის წინამოედნის გათავისუფლება ჰქონდათ დავალებული. პრაქტიკულად კი სამხედროებმა ხალხს სისხლიანი კალო მოუწყვეს. სასანგრე ნიჩბებისა და მოწამლული გაზის გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. ულმობელი ანგარიშწორებისას დაიღუპა 21 და იჭრა და მოიწამლა ათასობით ადამიანი. მიტინგის ორგანიზატორები ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი და სხვა დააპატიმრეს. თბილისი ტკივილმა მოიცვა. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. წლის 9 აპრილს ზვიად გამსახურდია იტყვის. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვრცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. არავდეს ერთი!